რამდენიმე წუთში უნდა გახდეს ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნიკამელია საქმეზე მოსამართლე ნინო ელეიშვილი წუთი წუთზე უნდა დაიწყოს სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში და დღესვე გავიგებთ მოსამართლეს სათათბიროდ გავა თუ ადგილზე თათბირით გამოუტანენ განაჩენს ოპოზიციის ლიდერს ნიკამელია დღევანდელ სასამართლოს ხდომას არ ესწრება ის საბოლოო სიტყვის უფლებით არ ისარგებლებს ადვოკატებს არ აქვთ იმედი რომ ობიექტური იქნება სასამართლო რადგან ამ საქმის პოლიტიკურ მდგენელზე საუბრობენ საქმე შეეხება მოსამართლეს შეურაცხყოფის ეპიზოდს, სადაც გაჟღერებული არის რამოდენიმე ორი სიტყვა, თუმცა არის მტკიცებულებით სტანდარტი, რომ ერთ მხარეს არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც საერთოდ ვერ ადგენს ვის მიერ არის წარმოთქმული ფრაზა, არის ვიდეო ჩანაწერი, სადაც ნიკა საერთოდ არ ფიგურირებს, ხალხი უკვე ხდომა არის დამთავრებული. მეორე მხრივ არის რამოდენიმე მოწმე სასამართლოს თანამშრომელი. ფრთხილი ოპტიმიზმით მინდა განგიცხადოთ, რომ იმედი მაქვს, რომ ორი ჯერზე აღნიშნული განაჩენი არ გახდება ნიკამელიას წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიული ინსტრუმენტი, თუმცა წარსული გამოცდილება და უკვე მესამე განაჩენი ამ წელიწადში ამის საფუძველს ნაკლებად მაძლევს. მით უმეტეს, როდესაც საუბარია სასამართლო შეურაცხყოფაზე, არ უნდა დარჩეს განცდა და აღქმა, რომ ეს მუხლი გამოიყენება სასამართლოს მიერ რაღაც ნიკას მიმართ პირადი შურისძიების თუ რაღაც რეპრესიულ ინსტრუმენტად. ამიტომაც ითვალისწინებს აღნიშნული მუხლი ჯარიმასაც, ალტერნატიულ სასჯელს, ვიდრე ეს არის თავისუფლების აღკვეთა და იმედი მაქვს, მორიგ ჯერზე კიდევ ერთხელ ვამბობ, ნიკას არ დაუმატებენ პატიმრობას ერთი წლით ან ორი წლის ვადით. მოლოდინი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთადერთი და ეს არის უსამართლო განაჩენის მოლოდინი. ნიკამელია გაიტაცეს 2025 წლის 29 მაისს გატაცებიდან ნიკას მიმართ აღძრეს 4 სისხლის სამართლის საქმე, ანუ მას წარუდგინეს 4 უსაფუძვრო ბრალი. ნიკამელიას ამ ბოლო წლების განმავლობაში დაწერილი აქვს დაახლოებით 60,000 ლარზე მეტი ჯარიმა. ის ბოლო წლების განმავლობაში დაკავებული ადმინისტრაციული წესით 20 ჯერ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნება ნიკამელიას აღიქვამს როგორც ერთ-ერთ მთავარ ოპონენტად და მის წინააღმდეგ აწარმოებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას. აქედან გამომდინარე, არაპოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინი ფიზიკურად დაცვის მხარეს ამ შემთხვევაში ვერ გვექნება. რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოისმენს ნიკამელია პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ის საკუთარ საკანში გაიგებს კიდევ რამდენი წელი ან თვე უნდა გაატაროს ინტენსიურ დაწესებულებაში მუხლი, რომლითაც ნიკამელიას ედავებიან ითვალისწინებს ჯარიმას და პატიმრობას 2 წლის ვადით. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ამ ეტაპზე უცნობია. ნიკამელიასთვის ეს რიგით მესამე პატიმრობა არის და მესამედ დამატებული მსჯავრი.